ეს 5 დღე მარტო იმაზე ვფიქრობდი, რომ როგორ შეიძლება ბრძოლა კიდე სხვანაირად გავაგრძელო იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სისხლის სამართლის წესით არიან დაკავებული და რომლებიც უკანონოდ ხედან ციხეში უკვე თითქმის 1 წელია და კიდე ემატებიან ადამიანები. აქ ყოფნა არაფერს არ ნიშნავდა მართლა, იმიტომ რომ როგორ თქვა, ცინიკური, ძალიან ვარც ირონიული, რომ მადლობა რეჟიმს, რომ ის ქალები, ძალიან ძლიერი ქალები გამაცნო, რომლებიც ჩემთან ერთად იყვნენ იმაში, დროებითი მოთასების იზოლატორში. და ხო, ყოველ დღე ერთადერთი ისიც მინდა ვთქვა, რომ ყოველი დღე თენდებოდა იმით, რომ ნეტა გუშინ რუსთაველი ხო გადაიკეტა და იქ რა ხდება და აქ არიან ჯობავა, სუჭი, საბა ჯაფარიძე, ყველა თან ჩემისაკანი ისეთ ადგილას იყო, რომ სასეირნო ადგილს ხედავდი რა და იქიდან ხედავდით ხოლმე ბიჭებს, ყველა ძალიან კარგადაა, ჯობავამ იმის რა ქვია, გეგმა შეუდგინა, როგორ უნდა ივარჯიშონ და 1 საათი დარბიან ხოლმე და ხო, ეგ არის ყველაზე უფრო მძიმე, ყოველ 1 საათი რომ გავდიოდით ხოლმე და ვუყურებდით, ეგ იყო ამბავი, რომ 30-40 ადამიანი დააკავეს და ყველა სასამართლოებს ველოდებოდით და მე ახალი ვინ შემოდიოდა ის გვეუბნებოდა, რომ რამდენი დღით გაუშვეს ადამიანები და ნუ მართლა სიგიჟე ხდება, მაგრამ არა უშავს. ახლა ეგეც თუ ვინმეს გონია, რომ აქ 5 დღით პატიმრობით რა ოდნავ მაინც შემაშინეს, არა.